ობამა სააკაშვილის შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული 6-მონათიანი გეგმის პრაქტიკული განხორციელება უკვე იწყება. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკიდან სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი ხვალესტუმრება ანტისაჰაერო შესაძლებლობის გაძლიერება ეს იქნება პირველი ეტაპი, საიდანაც გეგმის შესრულება დაიწყება. ამერიკელი ექსპერტები სპეციალურ დოქტრინასაც შეიმუშავებენ, რომლითაც აღნიშნული პროცესი გაკონტროლდება, როგორ მნიშვნელობას ანიჭებენ ანალიტიკოსები ქართულ-ამერიკულ გეგმას. ნახეთ ეკოსოსელი ეს სიუჟეტში. ამერიკა საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ახალ ეტაპზე გადადის. ობამა სააკაშვილის შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული 6-პუნქტიანი გეგმის პრაქტიკული განხორციელება უკვე იწყება. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკიდან სპეციალურ ექსპერტთა ჯგუფი ხვალეწვევა. 6-პუნქტიანი შეთანხმება შემდეგ მიმართულებებს გულისხმობს. ოპერატიული საჰაერო კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში წვრთნა და განათლება, საბრძოლო თავდაცვითი საინჟინრო წვრთნა და განათლება, მხარდაჭერის მართლფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება, სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროში წვრთნა და განათლება, სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორების მომზადება ტაქტიკურ დონეზე და ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნა და განათლება. გეგმის შესრულება პირველივე პუნქტიდან იწყება. საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ექსპერტები საქართველოს თავდაპირველად ანტისაჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარებიან. ვიზიტის დროს ისინი ამ შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან და პოტენციური საშიშროებიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობის ანალიზს მოახდენენ. თავდაცვის მინისტრის თქმით, 6-პუნქტიანი გეგმის განხორციელება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. რამდენიმე დღეში ჩამოვა ამერიკელ ექსპერტთა მეორე ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ჩვენ სამხედრო, საინჟინერო შესაძლებლობებს და საჭიროებებს და ამის შემდეგ აგრეთვე იქნება გაწერილი დოქტრინა, რომლის განხორციელება დაიწყება რამდენიმე თვეში. საქართველოს ანტისაჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გაზრდისა და განვითარების მიზნით ამერიკელი ექსპერტები მეორე ეტაპზე დოქტრინას შეიმუშავებენ. დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს. მესამე ეტაპზე კი უკვე ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოქტრინის შესრულება დაიწყება. საქართველოს რელიეფი არაძლევს საშუალებას პოტენციურ აგრესორს თავისი რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენოს და ამ მხრივ ყველაზე უფრო მძიმე ჩვენთვის არის სწორედ ჰაერიდან დარტყმა და თუ კი ჩვენ ამ მხრივ გარანტირებული გვექნება რომ დავიცავთ თავს, მაშინ პრინციპში ვერსეთი აგრესორი ჩვენთან გამარჯვებას ვერ მიაღწევს. ამერიკა საქართველოს შორის მიღწეულ 6-პუნქტიან შეთანხმებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ანალიტიკოსებიც. შეთანხმების შესრულებით საქართველოს უსაფრთხოება სამივე მიმართულებით იქნება დაცული: ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან. ეს არის კომპლექსური დახმარება, კომპლექსური თანამშრომლობა და არა მხოლოდ მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში. არამედ ფართო მასშტაბიანი სამხედრო თანამშრომლობა, რაზედაც იყო ლაპარაკი და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად ხდება. შეთანხმებას თავდაცვის სფეროში ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტებმა 2012 წლის 30 იანვარს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების კუთხით რამდენიმე დღის წინ თბილისში ვიზიტად მყოფმა ამერიკელმა სენატორებმაც განუცხადეს. სენატორმა მაკეინმა თქვა, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ აქტიურ ძალისხმევას, რათა შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს.